ალბათ გახსოვთ ბატონი ბიძინას ეს შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდგომ კინო რუსთაველის შენობაში იგორ ჰილსის ოფისი იხსნება. ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ არაბული კომპანია 6 მილიარდ ნახევარ დოლარს ინვესტიციას დებს საქართველოში. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს თითქმის 800 ჰექტარი მიწის დათმობა. თან თბილისში კრწანისის უნიკალური ტყეპარკის ტერიტორიის, რომელიც 2010 წლიდან საპატრიარქოს საკუთრება იყო. იწყებენ პროექტს, რომელიც საერთოდ არ არის ქართულ ხალხზე გათვლილი. აშენებენ დასახლებას, სადაც ქართული მხარის წილი 33% იქნება, სადაც 60% არაბები იცხოვრებენ. გვეუბნებიან, რომ ჩამოიყვანენ 30,000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც აქ დასაქმდებიან. ამ ყველაფერს ვირუსულად ავრცელებენ ინტერნეტ სივრცეში, თანაც რუსულ ენაზე. ამ დროს ამ ხელშეკრულების პირობებს მალავენ. მე არ მინდა ჩემს ქალაქში, ამ ქვეყანაში გაჩნდეს არაბული დასახლებები. იმ მიწაზე, რომელიც ყველაზე ძვირფასია. შენ გინდა არაბული დასახლებები საქართველოში? გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.